მოგესალმებით, დღეს საუბრობთ კალიგრაფიაზე, რომელიც არ არის უბრალოდ ლამაზად წერა, რადგან ეს ისეთივე ხელოვნება, როგორც მუსიკა და მხატვრობა. ამასთანავე, როდესაც გვაქვს ვეფხისტყაოსანი, რომელიც არ არის უბრალოდ ლიტერატურული შედევრი, რადგან ეს არის კულტურული პასპორტი, რითაც საქართველო მსოფლიოს წარუდგენს თავს. ამიტომაც დღეს ვისაუბრებთ როგორც კალიგრაფიის ისტორიაზე, ასევე თანამედროვე ციფრულ ეპოქაში ქართული კალიგრაფიის მნიშვნელობაზე, ამიტომ საინტერესო გადაცემა გელოდებათ წინ. როგორც კალიგრაფის აზრი მაინტერესებს, დღევანდელ რეალობაში, თანამედროვე რეალობაში, რამდენად მნიშვნელოვანი არის, რომ კიდევ უფრო სიფრთხილით და უფრო მეტი სერიოზულობით მოვეკიდოთ ჩვენს დამწერლობას. არსებობს ორი უდიდესი ასპარეზი ქართული დამწერლობისა, რომელიც თანამედროვე სამყაროში შესაძლებელია იქცეს კალიგრაფიის მომავლად. მისმა შემქმნელმა გამოიყენა სრულიად თავისუფალი შემოქმედებითი ფორმები. მან თავად მოიფიქრა, როგორი ფორმა უნდა ქონოდა ას, ბანს, განს და ასე შემდეგ. ქართულ ამბავს აქვს, რა თქმა უნდა, ეს ჯადოსნობა, რომ ერთი შეხედვით შეიძლება ნებისმიერი კულტურის წარმომადგენელი და შვილი მოხიბლოს. როგორ შეიძლება ეს კალიგრაფია და ციფრული ეპოქა ერთმანეთთან დავაკავშიროთ ჯანსაღად? ეს სრულიად შესაძლებელი არის, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ძალიან დიდ შესაძლებლობებს გვაძლევს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წეროთ ქართულად, ვისაუბროთ გამართულად ქართულად და თუ ამ ყველაფერს კიდევ უფრო ლამაზად გავაკეთებთ, ამას მე მგონი არაფერი არ სჯობს. ჩვენი გადაცემის სტუმარია დავით მაისურაძე, კალიგრაფი. მოგესალმებით, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ გვითმობთ დროს და უნდა გვესაუბროთ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე. მოგესალმებით, მეც მიხარია. მადლობას გიხდით მოწვევისთვის და საინტერესო თემაზე უნდა ვისაუბროთ ნამდვილად. მინდა ჩვენს მაყურებელს ისტორიის ნაწილი შევახსენოთ, მათ დარძმეულად იციან კარგად საქართველოს ისტორია და კალიგრაფიის შესახებაც აქვთ ინფორმაცია, მაგრამ მაინც საინტერესო და სასიამოვნო იქნება თუ მათ ისეთ ინფორმაციას მივაწვით ასევე ნაცნობთან ერთად უცნობსაც თქვენ დამეხმარებით ამ ყველაფერში და თავიდან უნდა დავიწყოთ რა ისტორიულ ნაწილში ჩნდება ქართული დამწერლობა, საიდან იწყებს ესე რომ ვთქვათ თავის ესე რომ ვთქვათ სადგომს. ქართული დამწერლობის ისტორიაში ალბათ ყველაზე ბუნდოვანი მომენტი არის სწორედ დასაწყისი. იმიტომ რომ ვინც კი ყოფილა ქართულ სამეცნიერო საზოგადოებაში, რომელსაც უკვლევია ეს თემა, ყველა წააწყდა უდიდეს ჩიხს, იმიტომ რომ აქ შეუძლებელი არის სრულყოფილი პასუხი გაეცეს თუ როდის და ვინ შექმნა ქართული დამწერლობა. რამდენიმე თეორია არსებობს, რომელთა შორისაც მე გამოვარჩევდი ყველაზე გავრცელებულს და გაბატონებულს. შედარებით ძველი თაობის მეცნიერთა შორის გაბატონებული იყო მოსაზრება, რომ ქართული დამწერლობა შეიქმნა ქრისტეს შობამდე წარმართულ კონტექსტში. შესაძლებელია აქ გავიხსენოთ ფარნავაზ მეფის შესახებ ცნობა, რომელიც ლეონტი მროველს მიეწერება და ამ ცნობის მიხედვით ძველი წელთაღრიცხვის მესამე საუკუნეში უნდა შექმნილიყო ქართული დამწერლობა. თუმცა თანამედროვე მეცნიერებაში უფრო გავრცელებული და მიღებული არის მოსაზრება, რომ ქართული დამწერლობა არ შექმნილა წარმართულ პერიოდში, არამედ შედარებით ახალია, თუმცა მაინც ძველია, მაგრამ ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ რამდენიმე საუკუნით უფრო ახალი არის და შესაძლო შექმნის თარიღი მოიაზრება ქრისტიანულ პერიოდში. მეხუთე საუკუნეში უკვე ჩვენ გვაქვს წერილობითი ძეგლები. მანამდე არც ერთი წერილობითი ძეგლი არ მოგვეპოვება, მაგრამ ჯერჯერობით გამოვლენილთა შორის გულისხმობ. თუმცა იგულისხმება, რომ დაახლოებით მესამედან მეხუთე საუკუნემდე მონაკვეთში უნდა შექმნილიყო მცირე ქრისტიანულ თემში საქართველოში, ვინაიდან ქართული დამწერლობა თავისი მოხაზულობებითაც გვკარნახობს ქრისტიანულ ეპოქაში შექმნის იდეაზე. იმიტომ რომ აქ ჩვენ გვაქვს მაგალითად ქ-ასოს მოხაზულობა, რომელიც ქრისტეს ინიციალი არის და ჯვარს გამოსახავს პირდაპირ, რამდენიმე სიმბოლო გვაქვს, რომელიც პირდაპირ ქრისტიანობაზე მეტყველებს. დიახ. და ასევე რატომ ითვლება დამოუკიდებელ ანბანად ქართული ეს ამ შესახებაც რომ მოგვიყვეთ. სხვათა შორის ძალიან საინტერესო არის, რომ ქართული დამწერლობის მსგავსად სხვა დამწერლობებიც შეიქმნა ასე ამავე კონტექსტში ქრისტიანულ პერიოდში, საგანგებოდ იმისათვის, რომ თარგმნილიყო წმინდა სახარება. და ქართულიც სავარაუდოდ ამ კონტექსტში არის თარგმნილი, თუმცა განსხვავებით სხვა დამწერლობებისაგან, ქართული არ იმეორებს ბერძნული დამწერლობის მოხაზულობებს.
ნახეთ მაგალითად რომ ავიღოთ კოპტური დამწერლობა, ისიც შეიქმნა ბერძნულზე დამყარებით სწორედ ამავე კონტექსტში, მაგრამ ერთ-ერთში გადაიღეს ბერძნული ასოები და მცირე ცვლილებები რა თქმა უნდა იქაც შევიდა, მაგრამ ქართული დამოუკიდებელ დამწერლობად უნდა ჩავთვალოთ არამხოლოდ იმიტომ რომ ზოგადად სხვა ენისთვის გამოიყენება, არამედ იმიტომაც რომ მისმა შემოქმედმა, მისმა შემქმნელმა გამოიყენა სრულიად თავისუფალი შემოქმედებითი ფორმები. მან თავად მოიფიქრა, როგორი ფორმა უნდა ქონოდა ას, ბანს, განს და ასე შემდეგ. ეს არ ეფუძნება რომელიმე სხვა დამწერლობის მოხაზულობებს. დიახ. და ასევე ქართული ენის ჩამოყალიბება და ჩვენი იდენტობა ერთმანეთთან ძალიან დიდ კავშირში არის. ამ შესახებაც მინდა რომ მოგყვეთ, რა როლი აქვს ზოგადად ამ იდენტობის ჩამოყალიბების დროს ქართულ დამწერლობას და კალიგრაფიას? უდიდესი დამწერლობის როლი ალბათ ერთ-ერთი მთავარი არის და ეს არ არის გამორჩენილი არც ქართლის ცხოვრებაში ამის შეფასება. საინტერესო არის რომ აიწევან ვახსენეთ ჩვენ ლეონტი მროველი, მან გადაწყვიტა რომ ქართული დამწერლობა მან მიაწერა ფარნავაზის ეპოქას. ეს შემთხვევითი არ არის, ეს თუნდაც არ იყოს ისტორიულად სწორი ფაქტი. თავად ეს დამოკიდებულება მისი უკვე მეტყველებს იმაზე, რომ იგი აღიქვამს დამწერლობას როგორც სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან ნაბიჯს დამწერლობის შექმნას. რატომ? იმიტომ რომ დამწერლობის შექმნა ნიშნავს ერთ ენაზე ამეტყველებას მთელი იმ პერიოდის საზოგადოებისა, რომელიც ჯერ კიდევ არ არის შეკავშირებული და ჩამოყალიბებული ერთ საზოგადოებად, ხო? და დამწერლობის შექმნა არის ერთგვარი იარაღი სახელმწიფოსი, არა მხოლოდ სახელმწიფოსი, არამედ ზოგადად საზოგადოებისა, რომ გადალახონ ზღვარი დროისა და გადალახონ ზღვარი ასევე სივრცისა, იმიტომ რომ მათ უკვე შესაძლებლობა ეძლევათ, რომ სიტყვა გაახმოვანონ დროში უსასრულოდ, რადგან ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ, სიტყვა წარმავალია, მალე ქრება, მაგრამ დაწერილი სიტყვა ნარჩუნდება და გადაეცემა თაობიდან თაობას. ეს არის ალბათ საზოგადოების შეკვრის ერთ-ერთი საძირკველი, როდესაც შენ შეგიძლია რომ მომავალ თაობას მიაწოდოს შენი სიტყვა და სივრცეში ჩვენ არ შეგვიძლია ადამიანებს ბუნებრივად რომ აქ თქვა სიტყვა და გაიგონონ კილომეტრების მოშორებით, ხო, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია რომ ჩვენ წერილობით სიტყვა მივაწოდოთ სივრცეში სხვადასხვა ადგილას. ესეც ერთგვარი შემკვრელი არის საზოგადოებისა და უდიდესი როლი აქვს ასევე შემდგომ იმას რომ აი ეს წერილობითი მემკვიდრეობა ზეპირსიტყვიერი მემკვიდრეობიდან გადადის უკვე წერილობით მემკვიდრეობაში და პრაქტიკულად ხდება მომავალში უკვე ერის ჩამოყალიბების საფუძველი. დიახ. და ასევე მაინტერესებს ქართული დამწერლობა მთელი მსოფლიოს ესე რომ ვთქვათ შედარება არ მინდა, მაგრამ რას ნიშნავს მათთვის, თუნდაც ჩვენ ვიცით რომ აქვს იუნესკოს-გან მინიჭებული არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობათა ძეგლში არის შესული ქართული დამწერლობა და ამასთან დაკავშირებით მინდა რომ თქვენც მოუყვეთ ჩვენს მაყურებელს რას ნიშნავს ზოგადად ეს არ არის ხო რაღაცნაირად უბრალოდ სიტყვა, ეს არის ძალიან ბევრი რამის მთქმელი და აი ამ შესახებ მინდა რომ გაგვიზიაროთ. იუნესკოს მიერ ქართული დამწერლობის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებაზე ვიტყოდი, რომ ეს არის აღიარება ნამდვილად და ეს არის ქართული დამწერლობის დაფასება და გავრცელება ამ ჩვენს შესახებ ინფორმაციისა მსოფლიო მასშტაბით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თავისთავად. თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ქართველებისთვის სიამაყის საფუძველი არ შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ იუნესკოს მიერ აღიარება, ჩვენ მანამდეც რა თქმა უნდა ვიცოდით ქართული დამწერლობის თაობაზე და ჩვენი მოვალეობაც ის არის, რომ გავავრცელოთ ჩვენი კულტურა მსოფლიო მასშტაბით და თუ ამაში რაიმე ხელს შეგვიწყობს, რა თქმა უნდა, ეს დიდებული ფაქტია. ქართული დამწერლობის შესახებ უნდა ვთქვათ, რატომ არის ის ღირებული მსოფლიო, იმიტომ რომ ყველას აქვს რაღაც, ყველას არა საკმაოდ მცირე არის დამწერლობათა რაოდენობა, მაგრამ სხვებსაც აქვთ ძალიან მშვენიერი და დიდებული კულტურა დამწერლობისა, მაგრამ ჩვენს დამწერლობას თავისი ადგილი უკავია მსოფლიო პალიტრაში. და ეს ადგილი არის მრავალფეროვნების ნიშა. ყველა დამწერლობას თავისი ღირსება გააჩნია. ქართული დამწერლობის ღირსება არის მუდმივი სიახლის ძიება და არც ერთ ნაბიჯზე უკან დახევა. იმიტომ რომ თუ გადახედავთ ისტორიას, ჩვენ დამწერლობას მუდმივად ვცვლიდით. ეს ნახეთ შეიძლება ვიღაცამ აღიქვას რაღაც წარსულთან შეჯიბრებათან რაღაც დაპირისპირებათ, მაგრამ ეს ასე არ ყოფილა, ჩვენ წარსულსაც ვინარჩუნებთ, გვაქვს ასომთავრულიც, რომელიც არ არის მკვდარი დამწერლობა და დღემდე ვიყენებთ ასომთავრულიც, ნუსხურიც და მათი ნაირსახეობები, რომელთა რაოდენობაც შეიძლება 60-მდეც კი
ავიდეს, წარმოიდგინეთ რამდენად მრავალფეროვანი. და დიახ, ეს მაინტერესებს თქვენ ჩამოთვალეთ ასე რომ ნუსხო და მხედრული და ეს რას ნიშნავდა მაშინ ეპოქის აზროვნა, ანუ რაზე მიგვითითებს იმ პერიოდის ესე რომ ვთქვათ განვითარების კუთხით მაინტერესებს ხო, აქ რამდენიმე ასპექტი შეიძლება დავასახელოთ. უპირველესად, როდესაც დამწერლობა იცვლება, ეს ნიშნავს, რომ ამ საზოგადოებაში წერა-კითხვის მცოდნეთა რაოდენობა დიდია. შეუძლებელია დამწერლობა განვითარდეს და შეიცვალოს ფორმები, თუ კი არ არსებობენ ადამიანები, ვინც წერენ. ხო? შესაბამისად, ალბათ განათლებაზე მიუთითებს პირველ რიგში, საზოგადოების განათლებაზე. კიდევ ერთი რაზეც მიუთითებს, ეს არის სითამამე, შემოქმედებითი სითამამე, რომელიც ქართველებს ალბათ გვახასიათებს და თავისუფლება. თავისუფლების მოყვარეობა. ჩვენ არ ვფიქრობთ პრაქტიკულ საჭიროებაზე, როდესაც ვქმნით ახალ ფორმას. ნახეთ, ხელოვნებაში პრაქტიკული საჭიროება შეიძლება შემოიჭრას რაღაც მომენტში, მაგრამ თუ კი ეს გახდა გამსაზღვრელი, მაშინ აღმოჩნდება, რომ სრულად არაპრაქტიკულია დამწერლობის შეცვლა და ახალ საფეხურზე გადასვლა, იმიტომ რომ ჩვენ წინათაობის ნაწერების წაკითხვა გაგვიჭირდება და სირთულეებს იწვევს. მაგრამ თუ კი გამსაზღვრელი იქნება შემოქმედებითი ძიება და აი ეს წყურვილი, რომ რაღაც ახალი შექმნა და ძველზე ახალი დააშენო, მაშინ მივიღებთ იმას, რაც მივიღეთ, ქართული დამწერლობის მრავალფეროვნებას. დიახ, და რომელიც დაახლოებით 16 საუკუნის განმავლობაში შეიძლება ითქვას, რომ წყვეტა არ ჰქონია და მუდმივი განვითარების პროცესში დღემდე ასე გრძელდება, ხო? დღემდე ასე გრძელდება და მე იმედი მაქვს, რომ ასეც გაგრძელდება. მე ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენ ალბათ რაღაც ეტაპზე ჩვენი მომავალი თაობა ჩვენს ნაწერებსაც ვეღარ წაიკითხავს, თუმცა ეს არ უნდა ჩავთვალოთ რაღაც ტრაგედიად. ისინი ისწავლიან ძველსაც და შექმნიან ახალსაც და დაამატებენ კიდევ და კიდევ უფრო მრავალფეროვან ქართულ ახალ დამწერლობებს, ციფრულ სამყაროში თუნდაც. დიახ, თქვენ როგორც კალიგრაფის აზრი მაინტერესებს, დღევანდელ რეალობაში, თანამედროვე რეალობაში, რამდენად მნიშვნელოვანი არის, რომ კიდევ უფრო სიფრთხილის და უფრო მეტი სერიოზულობით მოვეკიდოთ ჩვენს დამწერლობას, კალიგრაფიას, შენარჩუნების და განვითარების კუთხით და თუ არის აი ახლა რაღაც საშიშროებები, მისი რაღაცნაირად როგორც თქვენ თქვით, შეიძლება მომავალში შემდეგმა თაობებმა ვერ წაიკითხონ ეს, მაგრამ აი ეს რა პრობლემები არსებობს, რაც შეიძლება ჩვენთვის არ არის ცნობილი, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ რომ გაგვიზიაროთ. კეთილი, მე გეტყვით, რომ აქ არსებობს ორი უდიდესი ასპარეზი ქართული დამწერლობისა, რომელიც თანამედროვე სამყაროში შესაძლებელია იქცეს კალიგრაფიის მომავლად. პირველი ეს არის სახელოვნებო მიმართულება და ჩვენ ყოველთვის უნდა გვესმოდეს, რომ ხელოვნებას არ აქვს არანაირი პირობა, უპირობოდ არსებობს ხელოვნება და ის იარსებებს ყოველთვის. შეუძლებელია ხელოვნება რაიმემ ჩაანაცვლოს. ასე რომ აქ საფრთხეებზე საუბარი მე არ მინდა, იმიტომ რომ მე ამ საფრთხეებს უბრალოდ ვერ ვხედავ. ყოველი ახალი ტექნოლოგია, ყოველი ახალი იარაღი, რომელიც ჩვენ გვეძლევა, არის ახალი იარაღი ჩვენს ხელში, რომელიც უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ ჩვენი უზარმაზარი წარსული 16 საუკუნოვანი კალიგრაფიული გამოცდილება მომავალში ვაქციოთ კიდევ უფრო გრანდიოზულად. მეორე ასპარეზი ქართული კალიგრაფიისა შეიძლება იყოს ციფრული სამყარო და აქ უკვე ვაწყდებით იმ უზარმაზარ სივრცეს, რასაც ქვია შრიფტის დიზაინი, რასაც ქვია ტიპოგრაფია და კალიგრაფიული შემოქმედება აქ ყოველთვის იქნება საჭირო. აქაც ვერ ვხედავ სიმართლე გითხრათ საფრთხეს, ვიდრე იარსებებს ქართული ენა, მანამ იარსებებს ქართული კალიგრაფიაც და ჩვენ ალბათ აი ამ ორს ერთად ეს ორი ერთმანეთსაგან განუყოფელია ქართული ენა და ქართული კალიგრაფია. უნდა მოუფრთხილდეთ და განვავითაროთ და გავაგზავნოთ. საფრთხედ არ აღვიქვათ, მოკლედ ახალი გამოწვევა. პირიქით ეს აღვიქვათ ჩვენს ხელში არსებულ იარაღად. კი ბატონო, და ასევე მაინტერესებს შუა საუკუნეების პერიოდში ანბანსა და სულიერებას შორის კავშირზე რომ მოგვიყვეთ, ძალიან საინტერესო იქნება დარწმუნებული ვარ. დამწერლობა და სულიერება ყოველთვის იყო გადაჯაჭვული ერთმანეთთან. დღესაც ასე არის, შეიძლება ასე არის, ნამდვილად ასე არის. ზოგადად დამწერლობა არის ხელოვნება. დამწერლობა არ არის მხოლოდ და მხოლოდ რაღაც პროდუქტი, რომელსაც შეიძლება შევხედოთ როგორც გამომყენებლებმა. ის არის სულიერი საზრდო ჩვენი, განსაკუთრებით კალიგრაფის ხელში და როდესაც დამწერლობას ეხები, აი თითოეული ასოს მოსმის დროს შენ სულიერებას ზრდი. ჩვენთვის ეს შესაძლოა გაუაზრებელიც კი იყოს, იმიტომ რომ თითქოს ყოველდღიურობად იქცა მე-20 საუკუნეში განსაკუთრებით, ყოველდღიურობად იქცა ხელით წერა. შემდეგ ეს დღეს უკვე აღარ არის ასე, ხელით წერა აღარ არის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი, მაგრამ
ვისაც კი გასჩენია სურვილი რომ მიბრუნებოდა ამ საქმეს, აღმოუჩენია საკუთარი თავი ალბათ სხვა კუთხით დაუნახავს. კალამს თავისი ძალა აქვს, კალამს აქვს ეს სულიერი განვითარების თუ სულიერი საზრდოს მოცემის ძალა და ყოველთვის გრძნობ მის ძალას. ამის გარდა დამწერლობა ჩვენს შემთხვევაში რაღაცნაირად სამი დამწერლობა გვაქვს და ყველას თავისი ფუნქცია ჰქონდა შუა საუკუნეებში. მაგალითად ნუსხური და ასომთავრული უფრო ითვლებოდა სასულიერო დამწერლობად, მაშინ როცა მხედრული ითვლებოდა საერო დამწერლობად. ამიტომ სასულიერო წიგნები მათი კანონიკით და მთელი წესების დაცვით თუ გადაიწერებოდა, ეს იქნებოდა სხვა ესთეტიკით გამოხატული. მაგრამ მე იმას ვერ ვიტყვი, რომ საერო დამწერლობას სულიერება არ აქვს. როგორ შეიძლება ვთქვათ, რომ ვეფხის ტყავსანი, რომელიც მხედრულით გადაიწერება, სულიერების ნაკლებობას განიცდის პირიქით. აქ უბრალოდ სხვა სულიერებაზეა საუბარი, რომელიც ეს ორი ერთმანეთს ავსებს და გვასაზრდოებს და დღემდე ასეა, რა თქმა უნდა. დღემდე ასეა და ასე გრძელდება. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ. ძალიან საინტერესო იყო თქვენთან საუბარი და იმედია ჩვენს მაყურებელსაც მივაწოდეთ და რაღაცნაირად უფრო მეტად დავაფიქრეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის მართლაც ქართული ანბანი, ჩვენი კალიგრაფია ვიზუალურადაც და მგონია რომ მთელს მსოფლიოს ნელ-ნელა კიდევ უფრო მეტ სათქმელს ეტყვის თავისი სიტყვით და თავისი კალიგრაფიით. მეც ამის იმედი მაქვს, უღრმესი მადლობა მოწვევისთვის, ძალიან სასიამოვნოა. ჩვენი გადაცემის შემდეგი სტუმარია გიორგი სისაური, კალიგრაფი, რომელთან ერთად ვისაუბრებ უფრო თანამედროვე ჭრილში ქართულ კალიგრაფიასთან დაკავშირებით, რადგან აქტიურად გამოიყენება ციფრულ სამყაროშიც და საინტერესოა მისი მომავალი როგორი იქნება და რას ფიქრობენ კალიგრაფები ამასთან დაკავშირებით. მოგესალმებით, დიდი მადლობა და გადაგიხადეთ, რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. თავიდან და დავიწყოთ და ჩვენს მაყურებელს გავაცნოთ თქვენი თავი, ზოგადად როგორ მოხდა, რომ თქვენ ხართ დღეს კალიგრაფი, როდის გაჩნდა ამის ინტერესი, თუ იყო რომელიმე კონკრეტული ნაწარმოები ან ხელნაწერები, რომელმაც თქვენში ეს ემოციები აღსრა და დღეს უკვე ხართ კალიგრაფი. პირველ რიგში მადლობა მინდა გადაგიხადოთ მოწვევისთვის, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. ადრეული ასაკიდან იწყება პირველი ჩემი რაც მახსენდება, პირველი დაინტერესება და ეს უკავშირდება მამაჩემისა და ბიძაჩემის ნამუშევრებს, რომლებიც თექაზე მუშაობდნენ და ხელს აწერდნენ და მოკლე სიტყვებს წერდნენ ამ ნამუშევრებში ასომთავრულად. როდესაც უყურებდი ამას და კითხვა დავსვირო, რა არის ეს? ეს არის ანუ ქართული ასოები, მაგრამ ის ქართული ასოები განსხვავდებოდა იმისგან, რაც თქვათ მე ვიცოდი და შემეძლო წაკითხვა, ხო? მხედრულს გულისხმობ. და გავიგე რომ ეს არის ძველი ქართული ასომთავრული ასოები და ანუ ეს იყო პირველი მომენტი, რითაც ძალიან დავინტერესდი, რომ თუ ეს ქართულია, რატომ არ შემიძლია რომ წავეკითხო, ან რატომ გამოიყურება სხვანაირად ინფორმებისგან, რაცაც ახლა ვიყენებთ. და წლებთან ერთად უკვე ეს ინტერესი უფრო მეტად გაღრმავდა და ექსპერიმენტებზე დაღრდნობით დავიწყე აი ამ მიმართულებით მუშაობა. შემდეგ, როდესაც პირველად მქონდა შეხება ძველ ისტორიულ ხელნაწერებთან, ეს წარუშლის დაბეჭდილება იყო ბუნებრივია, რამაც განსაზღვრა შეიძლება ითქვას ჩემი სამომავლო გზა. დიახ. და მაინტერესებს, რადგან თქვენ თანამედროვე, ასე რომ ვთქვათ, კალიგრაფიასაც აქტიურად იყენებთ და ავითარებთ, იმიტომ რომ კალიგრაფების მთავარი დანიშნულება არ ვიცი ეს არის თუ არა ზუსტად, მაგრამ რაღაცნაირად იმ ძველთან ერთად თანამედროვეობის შემოტანა ქართულ კალიგრაფიაში. მაინტერესებს ზოგადად რა სხვაობა არის ტრადიციულ კალიგრაფიასა და თანამედროვე კალიგრაფიას შორის, აი ამ ასე რომ შეიძლება ითქვას, რომ ციფრულ და რაღაც დიზაინის ეპოქაში, რომელიც უფრო და უფრო ვითარდება. ნუ პირველ რიგში განმასხვავებელი ფაქტორი ის არის, რომ როდესაც ძველ დროში იწერებოდა წიგნები, კალიგრაფია იძულებული იყო, რომ ისეთი ფორმა შეექმნა, რომელიც წაკითხადი იქნებოდა, რომელიც მარტივი გასარჩევი იქნებოდა, არსებობდა რაღაცა კონკრეტული შაბლონური ვერსია, ვთქვათ, ხო, როდესაც ანუ წინ აუცილებლად გჭირდება ხელნაწერი, რომ ის გადაგეწერა, რაღაცას უყურებდი აუცილებლად შენ. არა ამ დროს სტილური თვალსაზრისით შეიძლება ზუსტად იგივე ყოფილიყო, მაგრამ ანუ კაფიოება, ასოების გარჩევადობა უნდა ყოფილიყო მაღალი, რა თქმა უნდა. ეს ნიშნავდა, რომ კალიგრაფი შემოქმედებით თავისუფლების მხრივ შეზღუდული იყო. იქამდე სანამ არ გაჩნდა ნაბეჭდი წიგნი. ნაბეჭდი წიგნი, როდესაც გაჩნდა, აქ უკვე კალიგრაფს მოიხსნა ეს მთავარი ტვირთი, რომ აუცილებლად უნდა ყოფილიყო ამოცნობადი. და შესაბამისად მან გაჩნდა პირველი, ასე ვთქვათ,
ფართო პერსპექტივა იმაში, რომ კალიგრაფს ეს შემოქმედებითი ფრთები გაეშალა და შეექმნა რაღაცა ახალი ფორმა, თუმცა რა თქმა უნდა, მაინც არსებობს რაღაც ძველ ხელნაწერებშიც ისეთი გამონათებები, რაც დღეს რო შეხედავ, გონია რომ გუშინ შექმნილი არის, იმდენად თანამედროვედ გამოიყურება. ჩემთვის აი ხო მთავარი განმასხვავებელი დეტალი ეს არის, იმიტომ რომ იქ არის რაღაც კონკრეტული წესები, გადაბმები, პროპორციები, რაც უნდა გავითვალისწინოთ, მაგრამ დღეს თანამედროვეობაში კალიგრაფს სრულიად შეუძლია ისეთი ფორმები შემოგთავაზოს, რომელიც სრულიად არ იქნება კითხვადი. და მეტიც, არ არის აუცილებელი გამოვიკითხოთ, შინაარსობრივი ფორმა, როგორი შეიძლება სიტყვის ასოს აი ამ გრაფემის მეშვეობით გადმოიცეს ესთეტიკური ფორმა ფურცელზე, დღეს აი აქ ეს ჭრილის არსებობს, ასე ვთქვათ, და აი ეს მიმართულება შეიძლება დაამუშავოს თანამედროვე კალიგრაფმა. და ასევე კარგია რომ აღარ უწევს ტყავის რეცხვა და მასზე. და ცალკე დიდი პრობლემა იყო, იმიტომ რომ ერთი ხელნაწერის გასაკეთებლად საჭირო იყო 10-მდე ადამიანის შრომა, რომელიც პასუხისმგებელი იქნებოდა ერთი აკინძვაზე, ერთი ეტრატის შექმნაზე, ერთი მოხატვაზე, ყდის ჯედურობაზე და არ იყო, ასე ვთქვათ, ერთი ადამიანის საქმე. საკმაოდ დიდი შრომა იყო და რესურსი. და ასევე სად და როგორ გამოიყენება დღეს ქართული კალიგრაფია, როგორც მარკეტინგში, ბრენდინგში, თანამედროვე ესე რომ ვთქვათ, ეპოქაში. ჩვენ ახლა ქუჩაში თუ გავივლით, ყველგან ვნახავთ, ხო, რა მაღაზიების წარწერებს, აი ყველაფერს, სადაც ქალაქის აი ურბანულ ცხოვრებაში, ჩვეულებრივად ყოველდღიურობაში ჩანს. გარდა ამისა, პრაქტიკული დანიშნულებას მიღმა, შესაძლებელი არის ეს ყველაფერი შემოვიდეს ტანსაცმლის დიზაინში, სამკაულში, შეიძლება გულსაბნევი შეიქმნას, ვთქვათ, ანბანური ფორმით და ახლა მაგალითად რაც შეეხება სამოს, მე მქონდათ ორი კოლაბორაცია დიზაინერ მეგი გაბუნიასთან და ლაშა დევდარიანთან, სადაც აი ეს თლიანი ქართული კალიგრაფიული ესთეტიკური ფორმა გადავიდა სამოსზე და ძალიან საინტერესო ვიზუალებამდე მივედით. და მე კი ძირითადად ტყავზე მუშაობს და ალბათ ტყავზე მოხდებოდა. ტყავის ელემენტებითაც იყო ეს ასოები გამოჭრილი და ეხლითაც ძალიან საინტერესო ფორმებამდე მივედით, რაც მეორე მხრივ კიდე იყო შეხსენება ბევრი ადამიანისთვის, რომ ესეც ქართულია, ესეც დღეს სოციალია და შეგვიძლია ავამეტყველოთ ისე რომ მივუბრუნდეთ თუ რაიმე, ასე ვთქვათ, დავიწყებულია. დიახ, და ქართული კალიგრაფია შეიძლება იყოს მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანი და რამდენად არის აი ამ პერიოდის განმავლობაში რამდენად აქვს ეს კონკურენციის შეგრძნება და ეს უცხოელი აუდიტორიის დამოკიდებულება ქართული კალიგრაფიის მიმართ. მე თავად არაერთხელ ყოფილი ვარ ამის თვითმხილველი, როდესაც საკუთარ გამოფენებზე საქართველოს ფარგლებს გარეთ ადამიანები, რომლებიც მოდიოდნენ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები და ესე დიდი ენთუზიაზმით ეძებდნენ საკუთარ ინიციალს, რომელი იყო და ანუ მათთვის ეს იყო საკმაოდ აზარტული პროცესი. და რა თქმა უნდა, მათ ზუსტად ის აინტერესებს, რომ სხვა კულტურა რა ფორმას შესთავაზებს, ასე ვთქვათ, მათ აი იმ ქვეყანაში. ამიტომ ძალიან ხო აი ამით იყვნენ გაოცებულნი და დაინტერესებული, რომ ეს რატოა ესე, აქ რატო ხატია ესე, რატო არის ეს მოხაზულობა და საიდან მოდის. შესაბამისად მგონია, რომ პირიქით, ეხლა როგორც შეიძლება მე ჩასული, ვთქვათ, იაპონიაში ყველაზე მეტად დამაინტერესოს აი ამ ესთეტიკურმა ფორმა, რაც ისინი გადმოსცემენ იეროგლიფური სახით, ანუ შეიძლება საერთოდ არ მაინტერესებდეს შინაარსობრივად იქ რა წერია. იმდენად ვიზუალური მხარე მეტყველებდეს და ქართულ ამბავს აქვს, რა თქმა უნდა, ეს ჯადოს ცნობა, რომ ერთი შეხედვით შეიძლება ნებისმიერი კულტურის წარმომადგენელი და შვილი მოხიბლოს. დიახ. აი უფრო მეტად რა გესმით ხოლმე, როდესაც უცხოელები ქართულ ანბანს ეცნობიან, კითხულობენ, აი რა არის მათში, რაც იწვევს უფრო მეტ ინტერესს. აი თქვენი ეს იცი რა არის, ალბათ სიმრგვალეები, პროპორციები, რაც მათთვის ალბათ განსხვავებული არის. გააჩნია ახლა ჩვენ რას შევადარებთ, ხო, მაგრამ ხა არაბული ესთეტიკისგან კაფეოდ განსხვავებულია ქართული. შესაბამისად გაჩნია სად ვართ, ასე ვთქვათ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რაზეც ანუ გაუკეთებიათ ეს ყურადღება მიუნიჭებიათ ეს ხო ძირითადად პროპორცია და ეს სიმრგვალეები. და ასევე თქვენი აზრი მაინტერესებს, როგორი არის ქართული კალიგრაფიის მომავალი. ძალიან რთული შეკითხვა არის, ძალიან საინტერესო. მნიშვნელოვანი არის ის, რომ ყველანაირ ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად ჩვენი, ასე ვთქვათ, შემოქმედებითი აზრებიც ესეთი იყოს, რომ ემთხვეოდეს ერთმანეთს და არ იყოს ეს რაღაცა
შიშის მომგვრელი, არამედ თუნდაც აი ხელოვნური ინტელექტის ხანაში, როგორ შეიძლება ხელოვნური ინტელექტი გამოვიყენოთ როგორც მედიუმი შემოქმედებით პროცესში. აი ეს უფრო მაინტერესებს მე, როგორ შეიძლება აი ეს კალიგრაფია და ციფრული ეპოქა ერთმანეთთან დავაკავშიროთ ჯანსაღად? ეს სრულიად შესაძლებელი არის, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ძალიან დიდ შესაძლებლობებს გვაძლევს ეს და ის რაც შეიძლება ვთქვათ რისთვისაც დაჭურებოდა ადამიანს ძალიან დიდი დრო დღეს რაღაც რამოდენიმე წამში არის ეს ყველაფერი შესაძლებელი. ამიტომ სწორი აქცენტებით და კარგი ხარისხით მგონია რომ საინტერესო პროდუქტამდე მივალთ და ქართულ კალიგრაფიულ მომავალსაც ექნება სრულიად ახლებური პერსპექტივები მსოფლიო ასპარესზე. იმედია ვუსურვოთ და მეც მჯერა რომ ექნება წარმატება და მთელი მსოფლიო კიდევ უფრო მეტად დააფასებს მე ეს მგონია და ჯერჯერობით მაინც კარგად მივდივართ, იმიტომ რომ კარგი რეაქცია აქვს ხოლმე და კარგი დამოკიდებულება ქართული ანბანის მიმართ და ასევე მაინტერესებს თქვენი აზრი, ვინც ფერწერთ ლამაზად და ეგრეთ წოდებული ბატი ფეხურით შემოვიფარგლებით და ჩემი ნაწერი უნდა ვაღიარო ჩვენს მაყურებელთან, რომ ალბათ დაწყებითი კლასის მოსწავლეს მოგაგონებთ და ეხლა არ ვაჩვენებ მათ, მაგრამ აი მსგავს შემთხვევაშიც აქვს იგივე პრობლემა. მათ ზოგ ადამიანს მგონია რომ არ აქვს ეს რაღაცნაირი მონაცემი უბრალოდ რომ როგორც ხატოს, ასევე ლამაზად წეროს. რამდენად გამომუშავებადი არის, რა თქმა უნდა, შრომასთან იქნება დაკავშირებული, იმიტომ რომ შრომებში ექმნა ადამიანი ზოგადად, მაგრამ რამდენად ხშირად ხდება ხოლმე თქვენს გარშემო, თუნდაც ვინც აი ეს შედარებით ლამაზად ან ულამაზად წერს, მათ რამდენად სწრაფად შეუძლიათ რომ გამოასწორონ. და ზოგადად რამდენად არის სურვილი, ესეც მაინტერესებს. გეტყვით რომ მე ამის სოცხალი მაგალითი ვარ, არ ვწერდი ლამაზად ნამდვილად. და ჩემიც ძალიან ახლო იყო ბატი ფეხური, იმიტომ რომ მახსოვს რომ სკოლის პედაგოგები ერთმანეთში არჩევდნენ რა მეწერა ფურცელზე, რა შინაარსი იყო. ამიტომ მგონია რომ სწორი მიდგომებით, რაღაცა წესებით, რომელიც არსებობს, თქვათ, ტრადიციული ქართული კალიგრაფიის მიმართულებით და შრომით, სრულიად შესაძლებელი არის რომ ნულიდან დავიწყოთ და მივიდეთ საინტერესო ესთეტიკურ ფორმებამდე. უფრო უნდა მოვიდომოთ ყველა. და რა თქმა უნდა, ხო, ანუ ამის შესაძლებლობას გვაძლევს კალიგრაფთა ასოციაციაც, სადაც ტარდება შემსწავლელი კურსები, როგორც ზრდასრულებისთვის, ბავშვებისთვის და მე მგონი შესანიშნავი შესაძლებლობა არის იმისთვის, რომ ვისაც უნდა საკუთარი კალიგრაფიის დახვეწა, ასე ვთქვათ, უფრო გალამაზება, მოვიდეს, გაეცნოს აქაურობას, რას ვთავაზობთ, როგორ ვთავაზობთ და მე მგონია, რომ ვინც ერთხელ შეეხება ამ ვერც მოწყდება, იმიტომ რომ როგორც ვთქვი, ძალიან აზარტული მიმართულება არის ხელოვნებაში. და ასევე მაინტერესებს თქვენს გარშემო, რამდენად არის ინტერესი, რომ ადამიანებმა უფრო უკეთესად წერონ ზოგადად, აი რამდენად გესმით, რომ მათ უნდათ, იმიტომ რომ ციფრული სამყარო მაინც რაღაცნაირად აზარმაცებს ადამიანებს, იმიტომ რომ იშვიათად უწევთ ხელით წერა და ყველაფერი რაღაცნაირად უფრო გაცფრულდა. იცით, სამწუხაროდ ვიწყდათ თქვენი აზრით. მე რაც ვიცოდი, მე მგონი ის ასეა, იმიტომ რომ ჩემი მეგობარი მეკითხებოდა რამდენიმე დღის წინ იმაზე ჟილას როგორ იწერებო და კონტროლ ჯ მეთქი ვუთხარი. და სწორი პასუხი იყო ჩემი მხრიდან, იმიტომ რომ როდესაც ანუ ვერ იხსენებ ბოლოს კალამი ხელში როდის გეჭირა და გამოხატავდი ამასოებს, ნუ აქამდე მიდიხარ ამ პრობლემამდე, რომ შეიძლება ვერ გაიხსენო უცბად როგორ მოხაზო. მაგრამ რა გითხრათ, ანუ არის პრობლემა. არის, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ხა ის ადამიანები, რომლებიც პირობითად დღიურებს პირად ჩანაწერებს აწარმოებენ ყოველდღიურად, მათთვის ისინი არ წყდებიან აი ამ პროცესს და მე მგონია, რომ ეს ზუსტად ძალიან ინტიმური პროცესი არის, როდესაც კალამთან და ფურცელთან ეს შემხებლობა არსებობს და ეს გადაბმა თუ როგორი არის თუნდაც იმ მომენტში შენ ემოციურ კავშირთან მიმართებაში ის ვიზუალი, რომელიც ბოლოს ფურცელზე აისახება. და ეს ძალიან საინტერესოა და მე ძალიან წუხوار რომ ადამიანები აი ამ ხელა სიამოვნებას იკლებენ. გასაგებია განვითარება ძალიან კარგია, თუმცა ქართული ენა და ჩვენი ანბანი არ უნდა რაღაცები, რაც არ შეიძლება რომ ამოვიღოთ პრაქტიკიდან, რა თქმა უნდა. და ეს გადაცემა რაღაც წილად ამასაც ეძღვნება, რომ უფრო მეტად გავიაზროთ ყველამ ქართული ენის და ანბანის შესახებ, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი იდენტობა, ჩვენი კულტურა, ეს არ არის მხოლოდ სასაუბრო ენა, ან თუნდაც მხოლოდ ვიზუალურად ლამაზი კალიგრაფია, ძალიან ბევრად მნიშვნელოვანი არის და მახსენდება ხოლმე ის პერიოდი სოციალურ ქსელებში მხოლოდ ლათინური ასოებით შეგვეძლო ერთმანეთთან მიმოწერა და მადლობა ღმერთს გვაქვს უკვე ქართულიც, მაგრამ
იყო ესეთი პერიოდი, რომ ძალიან ესე იწერება და ძალიან მაგალითად და მე როდესაც ვფიქრობდი ძალიან თითქოს უცბად გახდა გამოყენებადი სიტყვა და მანდ მივხვდი, რომ რაღაცა ძალიან დიდი პრობლემის წინაშე ვიყავით, იმიტომ რომ გონებას ესმოდა ის არასწორად დაწერილი სიტყვები, ამიტომაც წერე ქართულად გახდა მე ძალიან აქტუალური მაშინ და მართლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წეროთ ქართულად, ვისაუბროთ გამართულად ქართულად და თუ ამ ყველაფერს კიდევ უფრო ლამაზად გავაკეთებთ, ამას მე მგონი არაფერი არ სჯობს. ნამდვილად. არ მინდა ისე გაგიშვათ, სანამ თქვენს ესე რომ ვთქვათ, ვიზუალურ მხარეს ჩვენს მაყურებელს არ ვუჩვენებთ და ვფიქრობდით თუ რა შეიძლებოდა რა ყოფილიყო და ვიფიქრე, რატომაც არა, გავუკადნიერდები და ჩემი გადაცემის ლოგო იქნებ გავუზიაროთ ჩვენს მაყურებელს და ვაჩვენოთ მისი თუნდაც თქვენებური ვიზუალური მხარე. და ასევე თან მადლობას გადაგიხდით, რომ მიყავდით გადაცემაში მონაწილეობას. ძალიან საინტერესო იყო. ჩვენს მაყურებელს დავუტოვებ ამ კადრებს და კეთილი სურვილებით დავამშვიდობები მათ.